სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული საჯარო კონკურსი დასრულდა. გამარჯვებულია 17 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც 100,000-მდე ოდენობის გრანტი გადაეცემათ. უწყების ინფორმაციით, საბჭომ გამარჯვებული სამოქალაქო ინიციატივები გამოავლინა. საერთო ბიუჯეტი 1,657,775 ლარია. მიზანია სახელმწიფო გრანტის გაცემის გზით საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ასევე სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა და ხელშეწყობა. პარლამენტმა გრანტების კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით 20 თებერვალს მიიღო. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო გასცემს გრანტს კონკრეტული სამოქალაქო ინიციატივების დასაფინანსებლად. ჩვენ გრანტის სააგენტოს მეშვეობით აქტიურად დავაკვირდებით, მონიტორინგს გავუწევთ, თუ რამდენად სარგებლიანი იქნება აღნიშნული გრანტები კონკრეტული დარგისთვის თუ ადამიანებისთვის, რომელსაც ეს კონკრეტული პროექტები ეხება. განსაკუთრებული ყურადღება სააგენტომ მიანიჭა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ამ პირებზე მორგებულ პროექტებს. ჩვენთვის ესეც რასაკვირველია პრიორიტეტებია. ასევე გვაქვს ჯანდაცვის, გარემოს დაცვის მიმართულებით საინტერესო კვლევები დაფინანსდა.